თეოლოგები და ანალიტიკოსები მიმოიხილავენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს სააღდგომო გზავნილებს ეპისტოლეს. ისინი ამბობენ, რომ ეს ეპისტოლე მათივე შეფასებით პოლიტიკურად ნეიტრალურია. ამ ეპისტოლეში არაფერი წერია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, ის თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პოლიტიკური კრიზისი, რა გზები არსებობს, ამის შესახებ ეპისტოლეში არაფერია ნათქვამი. თეოლოგთა ნაწილი, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რელიგიური ალეგორიებით ნათქვამი ფრაზები და შედარებები შესაძლოა უკავშირდებოდეს ქართული ოცნების პოლიტიკის ნარატივს და ისინი ამ ეპისტოლეს გარკვეულ შინაარს ნაწილს ადარებენ ქართული ოცნების ნარატივსაც. რაც შეეხება მეუფე გრიგოლის სააღდგომო ქადაგებას და გზავნილებს, აქ განსხვავებული პოზიციები აქვთ თეოლოგებს. ისინი მიიჩნევენ, რომ საკმაოდ მკაფიო და პირდაპირი გზავნილები ამოიკითხეს მეუფე გრიგოლის გზავნილებიდან, ეპისტოლედან, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ახლა საქართველოში ღირებულებათა აღრევა ხდება, ის თუ ვინ არის მოყვასი, ვინ არის მტერი და ასევე იმ გმირების, თავდადებული გმირების ღვაწლის არ დაფასება, რომელიც უკავშირდება სწორედ გიორგი ანწუხელიძეს და შესაძლოა აქ ამბობენ თეოლოგები, რომ სწორედ ეს გზავნილი, რომელიც გმირებს ეხება და რომელიც ამოიკითხეს მეუფე გრიგოლის ეპისტოლეში, უკავშირდებოდეს იმ საგამოძიებო კომისიას, სადაც საუბარი იყო სწორედ გიორგი ანწუხელიძეზე თია წულუკიანის მხრიდან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აქ რელიგიით მანიპულირებაზეა საუბარი, როგორც თეოლოგები ამბობენ მეუფე გრიგოლის ეპისტოლეში და საუბარია ასევე გამოყენებულია სიტყვა დიქტატურაც. ეს პირდაპირ არის ქართული ოცნების ეპისტოლე, დაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენლების მიერ სავარაუდოდ და გასწორებული და ჩაკორექტირებული ქართული ოცნების მიერ. რელიგიური პასაჟების გამოყენება იმ კონტექსტში, როგორც არის ეს გადმოცემული ეპისტოლეში, ამ შემთხვევაში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ აბსოლუტურად კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. ქრისტეს ცხოვრება და მოღვაწეობა სულაც არ გვასწავლის იმას, რომ ამ ქვეყანაში წამებაში და მონობაში იყვნენ ადამიანები და ჯვარზე უნდა ავიდნენ იმისათვის, რომ მერე აღდგნენ. ეს არ არის ასე, ეს არის არასწორი ინტერპრეტირება, ქრისტე ჯვარზე ავიდა ცოდვების გამოსასყიდად და შესაბამისად ადამიანები სულ ცოდვაში აცხოვრონ და უთხრან ის, რომ იცით რა, აი ახლა თქვენ ყველაფერი უნდა მოითმინოთ, იმიტომ რომ აღდგომის მერე კარგად იქნებით. ეს არის რელიგიური, პოლიტიკური, მორალური მავნებლობა და არ გახლავთ ქრისტიანული და ქრისტეს მოძღვრებიდან გამომდინარე. იქ ტექსტში არსებული კონტექსტები შვიდობასთან დაკავშირებით და ბოროტ-ძალასთან დაკავშირებით აბსოლუტურად უნისონში მოდის ქართული ოცნების მიერ გატარებულ პოლიტიკასთან, ერთი deep state-თან მიმართებაში და იმ გლობალური ომის პარტიასთან მიმართებაში. მეუფე გრიგოლის ეპისტოლეში ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები არის რელიგიის ბოროტად გამოყენებაზე რუსეთში და არათუ რელიგიის ბოროტად გამოყენებაზე, არამედ აი მთელი რუსული სამყაროს კონცეფციის, ასე ვთქვათ, კრიტიკა ერთგვარი განვითარებული. ამის მიღმა არის ბევრი საუბარი ასევე ფასეულობათა აღრევაზე. უნდა გვახსენდება მთელი ის პროცესები, რომლებიც ჩვენ თვალწინ ვითარდება სააღდგომო პერიოდის წინ ვითარდებოდა საქართველოში და ალბათ შემდეგაც გაგრძელდება, როდესაც საქართველოსთვის ქვეყნის თავგანწირული ადამიანებს ცდილობენ შეუცვალონ ადგილი საზოგადოების ფასეულობათა სისტემაში. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ეპისტოლე არქიდიაკონმა დემეტრემ წაიკითხა ტრადიციულად და აქ გარდა რელიგიური პასაჟებისა, ერთი მონაკვეთი ეთმობა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს. პატრიარქის ეპისტოლეში ვკითხულობთ, რომ ახლა გამოწვევა ეკოლოგიური პრობლემები და ომები. მადლობა ნინო, პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილის საუბრობდა.